ეხა მოდივარ თქვენთან ლოლოს იცნობს კაკაბა. კი. ლოლო არის ჩემი მეგობარი, პარიკმახერი და მეგობარი. და აგრეთვე სტილისტი, ჩემ ხელა ხო არა ხა სტილისტი. ისტორიული იმისი რა ქვია, რეკლამის, პირველი რეკლამა როცა გადავიღეთ ჩვენ იმის ეგ არის მამამისი იყო მთავარობში მე და თვითონაც იყო და შენც იყავი 24 საათის რეკლამა. დიდი ხნის წინი. აუ მეც ვიყავი მაგის ერთ-ერთ რეკლამაში. 2003 წელს ლოლოსთან და თვეებს ჭრიდა და გაერქვა ისე რომ ცუდად მჭრიდა ესეთი ვანო ჭელიზის მეგობარია და ვანომ გაგვაცნო მოკლედ და იმის მერე დავდივარ ლოლოსთან. ხო და ახლა უკვე ვიპარსავ ხოლმე. ადრე მხოლოდ ბლანჟეს აკორექტირებდა. აკორექტირებდი. ეხა ისა მაგ სამართებელი მაგ ჩემი სიმამრმა მიშოვა. სამართებელი ტიპარსა? ყავზე ის არის სლად ყავზე არა, მაგრამ ნუ შენი სამართებლით მიდიხარი ლოლოსთან. სამართებელი მაქვს დატოვებული ლოლოსთან. და რომ მივდივარ გამოიღებს ამ ჩემ სამართებელს და სხვადასხვა ძალიან საინტერესო ადამიანია. იმიტომ რომ გარდა იმისა რომ თმებს ვიჭრი მასთან და ვიპარსავ წვერს გახდა ეხლა იუთუბერი. ანუ რაღაცა ვიდეოები აქვს თქვენ კოლეგა ლოლოსთან ვიყავით ესე YouTube ხო თქვენ მეგობარი მარტო იუთუბერი არ არის გასაგების არის TikTok-ზე ინფლუენსერი არა უფრო კარგია YouTube-ი კარგად ჟღერს რომ YouTube-ში ვიკრიჭავ ხო და ორი ტიპის ვიდეოებია რა YouTube-ი და ვიკრიჭავ აი რაღაცა უცხოელი რო შევა მასთან რა გასაკრეჯად იქ რაღაცა სომბრერო აქვს მაგალითად და რაღაც მექსიკელი შევიდა და იმას ესპანურად მიესალმა და ეს ჩაწერეს და მოკლედ რაღაცა პატარა ვიდეო ესე გამოაცხეს რა. ანუ სტუდია აქვს მთელი პოცა. არა, მეორე მიმართულება რაც ესე იგი იპოვა. ეს არის კულინარია, ოღონდ კულინარიაში შამპურზე რაც კეთდება რაღაცეებს რა. რაც შამპური. და რაც თავში მოგივა მართლა ყველაფერი გაკეთებული აქვს უკვე რა. თავიდან დაიწყო. ხო, თავიდან დაიწყო რაღაცა ტრაპარეტული რაღაცეები. თამი, ხორცი რაღაცა და მერე რაღაცა ლობიო მაგალითად ლობიო შამპურზე ლობიო რაღაცა ლობიო შამპურზე ციცაკა ერთი წამი ლობიო შამპურზე ლობიო ხა ესე შამპური ხო იცი ლობიო ხო იცი ლობიოს ხო იცი მარცვლები რა და სათითაოდ მარცვლები მე მგონი მწვანე ლობიოთი რაღაცა არა ლობიოს მარცვლები ერთი რაღაცა ზესუმზი რაც გავაკეთეო ოღონდ როგორ მეცე კითხოდა მებადა მაგრამ მოკლედ აი ციცაკა და ეგ ვიდეოები უდევს ეგ ვიდეოები უდევს და რა ქვია channels როლანდიკ 1 ნეიმინგის მეფეა როლანდიკ ისე იმას სალონს ლოლოსთან ქვია რა მოკლედ ყველა ლოლოს ეძახეს და ლოლოსთან დაზერა და როლანდიკ 1 ქვია YouTube channel ხო და მთხოვა ბიჭო ისა რა ქვია ეთქვა როლანდიკი დაკავებული იყო ვიდეო ჩამიწერეო რა YouTube-ის subscriber-ები რომ მომემართოს რა და ეს ჩვენი საუბარი როცა შედგა მაშინ ყავდა 20 subscriber-ი რა. და მე ვთხარი რომ ეხლა კომისრებიც კი მეტი იყო ბაქოში. ვიდრე ამას subscriber-ები. მე ვთხარი. მე ვთხარი ლოლო ეხლა ჩემი ხათრით რო subscriber-ები მოგემატება ესეთი რა გინდა თქო რა. მოდი რაღაც რაოდენობა დააგროვე შენ. და მერე ჩაგიწერ ვიდეოს თქვენ. აიო, მეც ვიყენებ მაგ. რამდენი subscriber-ი დავაგროვო. ნუ ეხა 20 თუ ყავს, ეხა 1000 ხوار გეტყვივეთ კი რა. იყოს 980. 980 რო დააგროვებ და მირეკავს გზაში რომ 300-ზე ავედი 500-ზე. ავიდა 900. ავიდა, აგერეხლა 1500 იყო. ხო. ეხლა ვარ მოკლედ შეპირებული რომ ხო და ჩავუწერე მოკლედ ვიდეო. ლოლოს ხარდასაჭერი რა რომ გაუმარჯოს ლოლოს და YouTube channel-ი და TikTok-ზე და როლანდიკ 1 ხო და ეხლა შეშინებული ვარ რომ 2000-ზე რო ავა მოდი რა მივიყვანოთ ბანე
აკედა ვირასო გამომწერე. როცა ხალხს შევიხავთ როლანდი კერძზე. და აგერ არის 1500 გამომწერი ყავს და 500 დავამატოთ. ცოტა ხანში ჩავახუტოთ დავითა ლოლოს. შევპირდი რომ მოკლედ 2000-ზე რო ახვალთქო კიდე ერთ ვიდეოს ჩაგიწერთქო რა და მოფიქრებულიც მაქვს ეხა მინდა რომ მოუყვე ეს ამბავი რაც მინდა რომ ლოლოსთან ჩავწერო 2000-ზე რო ახლა რას ჩამიწერო და მეუთხარი ერთი გურული ამბავი გამახსენდა თქო და იმას ჩაგიწერთქო რა და გურული ამბავი არის ბიჭო ძალიან სასაცილო ერთი ბავშვობიდან მახსოვს ვახუშტი კოტეტიშვილი რო იმებს აკეთებდა რა ქვია ფოლკლორულ რეგიონებში რა ალბათ 5 თუ 6 წლის ვიქნებოდი და არ დამავიწყდება ოზურგეთში იყო ერთ-ერთი ფოლკლორული საღამო და ფოლკლორული საღამოები თუ გახსოვთ ესე რა ის ადგილობრივები ღერიან რაღაცა ლექსებს ამბობენ და ხუმრობენ ადგილობრივი კოლორი და ერთი იყო არ ვიცი ოზურგეთიდან იყო თუ ჩოხატაურიდან თუ ლანჩხუთიდან მოკლედ გურული კაცი აი კოლორიტული გარეგნობის რა თურალი აკაკი სიხარულიძე თუ არ ვცდები რა რაღაცა დახეული ჯინსები რა ოღონდ ისე კი არ დახეული არის იყიდა მთელი იყიდა და დაიხესა ყანაში და რაღაცა კაზაჩოკებისნაირი ფეხსაცმელები და მოკლედ გამოდის და ყვება ესეთ ამბავს დალაქსზე რა და მოუყველოს დალაკთან ვარო და დალაკი ხო იცი ანუ ეზოა ჩვეულებრივ და სახლი აქვს რა თავის მეზობელს ამ აკაკის მეზობელს და იქ დალაკში იღებს მომხმარებლებს. ვაუ, კონტრასტული სიტყვა იყო. გაბანჯგულულ მომხმარებლებს. ხო და იქ ვარო რა და პარსავსო ესო რა და ისეთი უფროსი კაცია და პატივსაცემი ჩემთვის და რაღაცა და პარსავსო და ამ დროს საღამოს დაემთხვაო ისა ძროხების სახლში მოსვლის დრო რა და მოკლედ ძროხა ხო იცი ჭიშკართან მოდის და ბღავის რა და ხო რო მოვედი და მომხედე ეს რომ პარსავს ეთყობა ფიქრობსო რომ ისაო რა იყოსო ჯერო რა საწავა ეხა ძროხაა რა და ჯერო გავპარსავ და მე შემოუშვებო და მოკლედ ეს პარსავსო და ეს ბღავისო აქედან რა და მოკლედ შემაწუხაო ძალიან რა ამ ძროხის ბღავილმა ну ზივარო ეხლა ვითმერო და პარსავს და გამიჭრაო უცებო რა ამ ჩემმა მეზობელმა დალაკმა ხო და ნუ შევწუხდი მე ტკინა რაღაცა მაგრამ ნუ უფროსი კაცია და რას ვეთქვი რა და ეს ძროხა უმატებს ძალიან ვწუხდებიო იმიტომ რომ ამ ძროხის ბღავილი აქედან და აქედან გაჭრა მოკლედ ნამეტანიაო რა თან ეხა სამართლებრივ რომ გადგანა თან ძროხა რომ გაბღავის არის კაის ნიშანი მოკლედ ხმა არ მოვიღეო და მე მეორეჯერ კიდე გამიჭრა ამან კიდე მოუმატა ბღავილს და მოკლედ ძალიან შეწუხებული ვარ მესამეჯერ რომ გამიჭრაო მორიდებით მივმართეო რომ ერთი თუ ძბახარო გახედეო იმ ძროხასო ხო არ პარსავე რა ბღავლებს ამისიანცეთ ის არის გურული სიტყვა რა ანუ რა ბღავლებსო ეთქობა პარსავენო და ამისიანცეთ ასე რა ბღავ ხო ანუ ესე ძლიერად რა ბღავს ხო და ეგ უნდა მოუყვე მოკლედ ეგ ვიდეოში შეიძლება თუ გინდა აღარ მოყვე ეს იდეა პირდაპირ ჩასული ხო და შენი ლოგო მიარე აქ ისა სანამ შენი ჩემი ისა აქ რამე რაღაცა იქნება არა ისა ლოგოსავით ხო ჭირდება ყველას კი თვითონ არის და მეუღლესთან ერთად ფოტოზე აჰა და იქ რომ მიხო ხო და ეს იყო ანონსი რა რომ აი ამ ვიდეოს ნახავთ ლოლოს ვეხმარები მოკლედ და მოდი აქვე ლოლოს 1500 გამომწერს უთხრათ რომ ჩვენი გვერდიც ეგ მინდა და რომ ეთქვა ბარტერი ლოლოს subscriber მაგრამ აქ როგორ ვქნათ იცი რა მოვიფიქრე კაცები არის ზუსტად ამ იმას ამ ისტორიას არ დავამთავრებთ და ლოლოსთან იხილონ გაგრძელება ან პირიქით დამთავრება იყოს აქ ხო და დაწყება ხისი ლოლოსთან კაცები არის 133 133,000 ხო და კიდე 1500 თუ მოგემატება და გიგულავი ჩვენთან ლოლოს
მეორე ლოლო არ არის სწორი ლოლო ლოლო. ხო. ლოლო. ლოლო არის წერება ლოლო. ლოლო არის ზამთარში როა ყველაფერში რომ მიხვდა ესეთი რომ დაგხვდება ჩამოკიდებული. ლოლოსთან ხო. ვიამაყებ რომ რაღაც თქვენი სახელითაც რა თქმა უნდა რომ წვლილი შევიდა. ჩვენი წვლილიც და არის. ალბათ ლოლო იქნება პირველი ესა რა ქვია. ინფლუენსერი. არა, პირველი პარიკმახერი, ესე რომ ვთქვა, რომელსაც YouTube-ის აკრებია медали. არა არ იქნება არის იქნება მიღაცა. საქართველოში საბურთალოს აუცებ შეთანხმდნენ.